უღებდა სახში უყურებ ამაზე არა შეშინებული მაგაზე არის მე სხვა შორის ბავშვებო გახსოვს ვორდის ისინი ჩაგეყარეთ დიახ ვორდის გაკვეთილები აი ეს ექსელის გაკვეთილებსაც ჩაგეყენ ვიღაცა ბიჭებმა გააკეთეს ძალიან მომწონს რა რომლებიც ეს წიგნი უნდა კიდე მე ბოლოს საჩუქრად წიგნი უნდა ჩაგაწეროთ კიდე რომელიც იქნება ძალიან კარგად ბევრი რამე ისე მარტივად და გასაგებად რომ თქვენ ადვილად ესწავლოთ კარგი ასე რომ საერთო ჯამში როცა უკვე გახდა აუცილებლობა რომ დიდი ციფრული მასივები დამუშავებულიყო კომპიუტერში რა თქმა უნდა ეს დადგა ერთ-ერთი საშუალება ამ ექსელს სხვა შორის ეს ექსელი ჯერ არც იყო კიდე შემოსული რომ აი ვიღაცა ახლობელმა რომელიც რაღაც უცხოელებთან რაღაც ფირმაში მუშაობდა აღარ მასწავლოს სამწუხაროდ იმ პროგრამის სახელი მომიტანა რაღაც პროგრამა რომელიც მუშაობა თვითონაც არ იცოდა წესიერად სამწუხაროდ აი რაღაცები გავარტყით ისე ჩვენ თვითონ რაღაც შიგნით რო იყვიან მოვახერხეთ რაღაცების თავად გააკონა. ნუ ექსელი შემოვიდა მივხვდით იქ ბევრად ისეთი სასწავლო ფუნქციები იყო ამ პროგრამაში ჩადებული. ეხლა გითხრათ მოდი ეს მოვაშოროთ ეს რაღაცა ეს უბედური პროგრამა მიჩაწერა ის მოხდეს. ნუ ალბათ რეჟიმი სპეციალურად შეცვალა ზუსტად თუ ვინც იჯდა რომ ესე უფრო ჩანს რა იმიტომ რომ ეს რომ დავაყენოთ ახლა კაი რეჟიმზე ანუ ატარავდება იარლიკები და უკვე ვერც აღწერას კითხულობ და ვერც ვერაფერს აი კარი ეგეთი რაღაცა new Microsoft Workstation რაღაცა პროგრამა ნუ ჩვენ შემიძლია ახალი შევქმნათ ან იგივე ჩვეულებრივად თქვა აქედან შევხვალთ გამოიძახებთ ან ძალიან ეკრანზე ახალს შევქმნით მნიშვნელობა არ აქვს ეხლა როგორ ესე გამოდის თუ გახსოვთ Word-შიც რაღაც ანალოგიური სიტუაცია იყო გამოდიოდა ერთი ჩვეულებრივი blank workbook სამუშაო წიგნი დავთარსაც ეძახიან ქართველები ამას რაღაც საბუღალტრო ვარიანტია და აგრეთვე არის კიდე რაღაც სპეციალური სხვადასხვა ესეთი ნიმუშები რომელიც შეგიძლიათ აი თქვა კალენდარი იქნებ შეგიძლიათ ეს კალენდარიც კი გამოიძახოთ და აქედან რაღაცები გააკეთოთ კარგით გავუშვათ ჩვეულებრივი სუფთა პროცესი და ნახეთ როგორი ის გამოვიდა. სადაც აღავს Word-ს თუ გახსოვთ, Word-ის ისინი, აი ნახეთ, რაღაც ნუ ეხლა ეთქვა რომ მამიდაშვილები აქვს. Word-ები ის გაკეთებულია Microsoft. ანუ ბევრი რაღაცა ბავშვებო, აი მაგალითად ესენი კოპირება, ამოჭრა, ჩასმა, ფორმატირება ტექსტის, bold, გაფუთხუნება, დახრა, ხაზგასმა, ასევე ვთქვათ, ფერების ჩასმა, თვითონ ასოები ტექსტის ზომის ცვლილებები მაგრამ აი უკვე ძალიან ბევრი რაღაცა სხვა რაღაც ფუნქციები დაიწყო. გარდა ამისა, თქვენ ხედავთ აი როგორი უცნაური ფორმა აქვს. აქ არის რაღაცა ამანის მიხედვით დასურბისი გაყოლებული და რო გახვალთ ბოლომდე ვერც გახვალთ ალბათ იმიტომ რომ და ქვემოთ კიდე აი ესე გემობანა თუ გითამაშიათ ბავშვობაში რომ ჩაძირობანა ერქვა. ოიცი როგორი A7 რაღაცა 10 და მოხდა სულთა ეგეთი ვარიანტია. ნახეთ, სადაც მიიტანთ მონიშნავს და დააწყაბუნებთ აი აქ იწერება ის ნომერი, ამ შემთხვევაში ვართ D6. გადავედით სხვაგან დავაჭირეთ, ნახეთ H9. მოგიეს. აი ეს სადაც დააჭერთ, ანუ აი აქ არის ის მაჩვენებელი თუ სად არის ჩვენი უჯრა მოთავსებული. გააქტიურებული პროცესი. კიდევ ერთი რამე მინდა იცოდეთ, ბავშვებო, აი ეს უჯრები, რომელიც აქ ჩანს არავითარ შემთხვევაში ჩვენ რომ დავბეჭდათ ამ ფუნქციას არ გამოგვიწყდება თუ ჩვენ არ მომიდომეთ და ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ისე რომ აი ეს უჯრები გამოჩნდეს. კარგით, ეხლა უკვე ტექსტის ჩაწერა ხდება ჩვეულებრივად. ვთქვათ აქცევ ტექსტს. ეხლა მე კი დავწერე ბავშვებო ეს ტექსტი და ერთი რამე მინდა იცოდეთ. ეს კი გადმოვიდა C-დან H-ზე, მაგრამ სინამდვილეში ეს არის C-ში ჩაწერილი. C-ში. იმიტომ რომ თქვენ თუ აქ მოახერხებთ სალმე და მე ვერ ავსვარ, იმიტომ რომ ძნელია აქ ძალიან იმის ჩასვა. უბრალოდ D-ში მაგალითად ეხლა აბსოლუტურად არაფერი არ წერია. ეს არის ხო და აი დავაწეკი უჯრას C3 მიჩვენებს და აი მთელი ამ ტექსტის იმას მიჩვენებს. მაგრამ მე თუ მოვახერხე აი ეს D-ში ჩასგაბუნება, ნახე უკვე გამოჩნდა, თუ აქ არის სიცარიე. და მე თუ სხვა ტექსტი ჩავწერე და დავაწყაბუნე. ის ტექსტი უკვე დაიწყო. და მხოლოდ Z დაჭერით ჩანს სად არის ტექსტი
ან არის მეორე ვარიანტი, რომ უნდა ვიდეო საზღვარზე, მოვიდო ხელი და გადავწიო ეს აი ესე. ან თქვათ თუ მე მეშლება და ზუსტად არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო, როგორ არ გავაკეთო გაგესწრებით, ამაზე დააწყაბუნებ და თვითონ გადახდება იმ მანძილზე, რომ ზუსტად გამოაჩინოს ეს შენი ტექსტი. ну თუ ამას დავშვით, რა თქმა უნდა, რიცხვი დასაკუთრებით მას დავდავ კოდში. Ჩაგუნდება თავისუფლად გასწრებით. ეხლა რა მინდა გითხრათ? ვინაიდან ბავშვებო ეს მაინც არის გაკეთებული ბუღალტრებისთვის, ანუ აი სადამ რომელიც ციფრულ მასებთან მუშაობენ, ამიტომ მაგალითად რა არის ექსელს აქ იგივე გეხმარება. აი მაგალითად დავიღოთ და დავწეროთ სახელი გიო. ეხლა ქვემოთ და გიორგის. გიორგის კი არა გიორგის. გ დავწერე, ამან გიო დაწერე. და მეხმარა. მაგრამ რა ხდება იცი მე არ მინდა, ამიტომ ვაგზავნე. გიო ეს გაგვირებულია რა ხდებაო? ან დავწერე გიორგი და შემდეგ მესამეში წე გ და ეხლა აღარ იცის უკვე რა მინდა, ამიტომ ჩუბადარი. შეცვალა. და ელოდება, ხო? გიო დავწერე რ და გი დავიწერე თვითონ. გონია ესა. მაგრამ მე თუ ახლა გავიდა გიორგინა დავწერე რაღაც. უკვე ესაც ყავი მაგასაც დაიშვნის და მე ეს პოდროს ამას არაფერს აღარ იმასიზავს, ანუ ეხმარება გელოდება. ეს იმ შემთხვევაშია მაგალითად კარგი, შენ თუ მაგალითად ცოტა ისეთი რაღაცა დაწერე, თქვა რაღაცა კოლეჯი, კოლ დაწერე, უკვე კოლეჯი ჩაგიწერს, ანუ ვერ რაღაცა სწრაფად, იმიტომ რომ ციფრებზე როცა მუშაობ შენი ტექსტებისთვის არ ხარ ასაკრებად კარგი. კიდე რა, ეხლა ხედავთ რომ საცამე მონიშნავს დავსვამ ხოლმე ეხლა საცა და აი სკელი ჯვარია, ხედავთ სკელი ჯვრის პოვნა. საცამე დავაწყაბუნებ, გამოდის ესეთი ჩარჩო კუთხეში პატარა შავი კუბიკით, ხედავთ რაკეთ კუთხეში. და ეხლა უყურეთ ეს ჯვარი ესე როცა ერთი არა, როცა ამ ჯვარს მივიტან აი ეგზეთ სასვაზე ნახეთ რა გონდება. გამოდის ისრები, რომელსაც კიდე პატარა ისრები აქვს კუთხე, ჯვარი, წვრილი ჯვარი ზემოთ ისრები. და აი თუ მივიყვანე, ნახეთ შავი ჯვარი გამოვიდა წვრილი. აქ თუ ავედი, აქ კიდე სხვა ფორმა მიიღო ვაფშე, აი. ეხლა რა ხდება ეს ნათქვამი? როცა აი ეს მონიშნულია და მიიტან აი აქ დააწვევი და გადაიტან, ეს გააკეთებს კოპირებას. ეს არის კოპირება. აი ამის კოპირება. მაგრამ შენ თუ მიიტანა და აი ესე მიიყვანე მონიშნა, ეს არის უკვე გადათრება. ანუ წამოიღო. კოპირება, გადათრება. როცა მე თქვენ გეტყვით, მომინიშნეთ აი ეს მონაკვეთი, ხო? ამას დააწვევი და აი ეს არაიღებთ ხელს, რამდენსაც ჩამოწევთ, იმდენს დააკეთებ. თუმცა შეგიძლიათ აი ეს მოვიდო და აი ესეც ჩამოვიდეთ კუთხით, მნიშვნელობა არ აქვს, მონიშნას აკეთებს იმის მიხედვით. კიდე ერთ საინტერესო თვისება, ბავშვებო, უყურეთ, მოდიეთ, ეს გიო და რაღაცები წავშალო. თქვათ აქ დაწერე 1 თუ მონიშნე და შენ ეს კოპირება გააკეთე, ქვემოთ, სულ ყველას დაწერს 1-ს. მაგრამ შენ თუ გააკეთე 1 და 2, ეს მონიშნე ორივე და ჩახვედი. ამან ადგადა მითქვა, რომ შენ რაღაც ჩამოთვლა საპირე და ტუк-ტუк ჩააყოლე. მოდი გავაკეთოთ სხვანაირად. დავწეროთ 1 და ვთქვათ 3, ხო? მონიშნეთ. ეს ვიხდა ისევ რა არის და მიაყოლა უკვე ამით. ორი რიცხვით ის კარგი. დაინახა რა, ეხლა მაგრამ მოდი დავწეროთ ეგეთ რაღაც 1, შემდეგ დავწეროთ 3, შემდეგ დავწეროთ 6, შემდეგ დავწეროთ 9, ხო რაღაცა უკვე ის არის, ამათ უკვე აღარ აქვს, ხო ისეთი რაღაცა ერთმანეთთან თითქოს. ვიცი, იცი რა ვქნათ, მოდი აქ რა დავწეროთ, რატო იცი რაღაცა ძალიან კენტები წავედა. სიტყვაზე რა ეს. მოდი მომნიშნოთ ეს. ექსელმა ბავშვებო რაღაცა კანონზომიერება ნახა მაშინც და გააკეთა ზუსტად აი ამის მიხედვით გაგრძელება. ანუ ეგეთი კაი ტიპია. კიდე ამას რა, უყურე საინტერესო, თქვა დავწერე მეილი. მეილი რა არის აბა? ჩემი მაისი. ჩემი, მაგასება რა. ჩემი კაი ქვეყანა. მარი ბავშვებო, ეხლა უყურე, ეს თუ მოვნიშნე, ნახე რა სიზავს? მე, რატო გააკეთე ეს თუ იცი? ინდრო მაიწერია ხო? ინგლისურად მე სწორედ დავწერე ეხლა.
მაისი როგორ წერება ინგლისურად? მაისი. როგორ წერება? აბა მითხარით თუ გეკითხებით ორსია. ორსები როგორ აი, მოდი მაშინ მოდი რა. რა? ესეთი საერთოდ როგორ? ანუ ლეონელი აწერება. ნახოთ მოდი. მაისი. ამას იძახი შენ. აღარ მეორე. მაისი თეთრია. აბა რომელი მეორე? ლუასოს როგორც. გას? ლუასოს. აი ზე იძახი? იასოს. ჩვეულებრივი იქამდე წეროს. არა, ამაზე იძახი, აი ხო? აი ჩვეულებრივი, აი კარგი, მოდი გავაკეთოთ. არა და მე მახსოვს რომ სწორედ დავწერე. სწორედ დავწერე. ეხლა უყურე. ამაზე რატო ბავშვ? ეხლა მოდი, მაშინ ესე ვქნა. უყურე მე გადავალ რუსულში წერილია კარგი რუსული. არა არის სამწუხარო. რუსულში. რატო ვაკეთებს ამას გეტყვით ახლა ბავშვო? ერთი წუთი ახლა ვიგეთქვით ბავშვო, რატო ვაკეთებს ამას? გამოვიძახოთ ბრძანებათა სტექ უნდა ჩავწეროთ დაწერე. სწორია, შვილი, იმიტომ გეუბნე. ახლა გეტყვით რატო გააკეთეს. შევიდეთ აქ სად არის რეგიონალ სეტინგები, აბა თქვენ ახალგაზრდა თვალები რეგიონები? აი აქეთა კუთხეშია. აქეთ? ზემოთ მასე აი აი, კი ბატონო. ხო, აუ როგორ არის იმდედა, ვერაფერია. ჯორჯიან ხო წერია? ჯორჯიან ფორმატ, კი ბატონო. ორშაბათი რო იჩნას ყავა, მაგარი. მოიცა, ეს რას ნიშნავს? კაი, მოდი აბა ახლა ერთი წუთი. მაშინ, აი ახლა დავქნათ რახე. მაშინ მოდი მე გადავალ ქართულზე და დავწერე მაისი. თუ არის მაისი? მონიშნა წაველებდა ჯერბერები. ესე იგი, ქართულიც არ არის. არის ჩვენსანა. შენ და გააკეთე, ხო წესიერად? წესიერად რას ვიზარი ხელა, სვემალები. მე ის რო გააკეთებ და გადაიყო ბავშვებო, ის დაგიწერს მე ჯენუარიანისა დაწერს. იანვარი, აუგუსტი, სექტემბერი. იული, ჯულაი რაღაცა და გადის. სექტემბერი, ხდება რომ თვის კოპირება არ შეიძლება. თვის კოპირება არ შეიძლება. შენ თუ მაისაძლევ იმას მას ყველაფერი ჩამოწიოთ მაშინაც არის ზანს? არა. ეს რამის მნიშვნელობა არ აქვს, შენ საით დაუშვებ. ამას მნიშვნელობა ამიტომ გავიგე გოგონასთან გამოვიდე. ეხლა უყურე. ამიტომ მოდი ჩვენ ისევ შევიდეთ რეგიონში და აი ქართული რო წერია ფორმატი, ხო? ვივცეთ english, მოდი. შენ როგორი ფორმატი გაყარა? english USA სად არის? იქა რამდენი ეს english? US. მე მგონი სუზემოთ რო ეგ უნდა იყოს. აი ეს United States. ჩავსვით apply. Okay. ეხლა ნახოთ, რა? აი ბავშვი. არა, ეხლა რა არის? ეს ძალიან კარგია რომ აქ ეგეთი რაღაც გააკეთე. ანუ ხომ მივხვდით, თქვენ თუ ესეთ რამე გჭირდება და ესე გაგიჟდა. მან ორი ვარიანტია. იქ აყენია რუსული ვარიანტი და მაშინ უკვე მაი რუსულად უნდა ჩაწეროთ და მე გააკეთებს. ან აი როგორც ახლა შევცვალე დავაყენე ინგლისური ფორმატი და გააკეთა ამ თვეების გადაყვანა. ძალიან კარგი. ეხლა კიდე საინტერესო რაღაც ბავშვები. ანუ ხვდებით თქვენ როგორი კაი ტიპია, რაღაც ყველაფერში მოკლედ თქვენ მხარესაა და ყველაფერზე ცდილობს რომ დავაყენოთ. არა, ვორდს ვსვარამენ, სავარაუდოდ. ვორდს დანიშნულება. აკაც როგორ ექსელი ცირაქტულია შემოგვიყვე ახლა ეს. ეს მაის და იმისებს კი არ აკეთებენ, ეს არის ის თემა დრონეზე ვიდეო ჩალენჯები. უბრალოდ რა გითხარით, ეს ეს რაღაცას აკეთებს კარგად. კიდე, მაგრამ ეხლა რა არის, ეხლა ვიღაცამ შეიძლება მითხრათ, კი, გავიგებ, პატექსებულო, მაგრამ ბოლოს ვორდში გავაკეთებ თუ მინდა ამ რაღაცას, ხო, რა ჩემპიონებს მიგეთებს, მაშინ ესეცე. საქმე იმაში რომ ექსელი აკეთებს, ბავშვო, იმას რასაც ვორდი ესე იურად ვერ აკეთებს. აქ უკვე მიდი ენას. აქ უკვე როგორ რაღაც აკეთებს, იცი? ეხლა განახეთ რაშო. ვორდი აკეთებს ფორმულების ჩაწერა შეიძლება ვორდში. ფორმულების ჩაწერა შეიძლება ვორდში. კერძოდ უყურეთ, როგორ რაღაც. მოდი ეს წავშალოთ ეს რაღაცა. ცოტა ისეთი რიცხვები ჩავწეროთ. ანუ აი მაგალითად ჩავწეროთ პასვორდა 5, ქვემოთ 251, აქ 325,
ანუ რაღაცა ცოტა ისე კონიანი რიცხვი. ანუ თვითონ თulis და თვითონ გამოყავს. ეს კაი. ხო, ну, ეგეთი რაღაც გააკეთა, მოდი ახაც ესე გავაკეთოთ ორთანაც, ხო? 250 ქვემო 180, ქვემო 325. ეს მოვნიშნოთ ესე და ისეც გადავაკოპიროთ, ანუ ისე რაღაცა ციფრები უცნაური მივიღეთ. ხო, ეხლა უყურეთ. აქ ბავშვებო გასაგებია, რომ ეს ახლა ჩვენზე ზრუნავს და ამისთანა უზარმაზარ იმედია. მაგრამ ჩვენ რამდენად გვჭირდება ესეთი რაღაც. ამიტომ რას ვიზარდეთ? მოვნიშნავთ ამას და აი აქ ზემოთ არის ეგეთი რაღაცა. უყურეთ, თითო დაწკაფუნებით თითო ნოლს მოაკლებს. მაგალითად, როცა ფულზეა ლაპარაკი, ყოველთვის ჯობია იყოს თქვა 10 ლარი და 26 თეთრი. 10 ლარი და 2 თეთრი ესე არ ამაკეთებს. ამიტომ აი ესე გავაკეთეთ. ანალოგიურად რაღაც მოვნიშნავ და აი ამითი მივდივართ, რომ თითო დაჭერით. თუმცა თუ თქვენ მეტი გინდა, შეგიძლიათ აქ აჭიროთ იმდენი, მაგრამ არ დაიღებთ გასულოთ ხელს. ასე თითო იმით ჩვენ ასე შეგიძლიათ ასე დავამოყოლოთ ჩვენ. ეხლა უყურეთ. თქვათ მე მინდა აი ამ ციფრის და ამ ციფრის მიმატება. ოღონდ როგორ აგუყურეთ ბავშვებო ეკრანზე ნამაგი მე ვეკეთებ. იმიტომ აქ ეკრანზე მანდ ახლა უყურებთ უკვე იქით აღარხდათ ფართება. თქვათ აი აქ მინდა ჩავწერო ამათი ჯამი. ფორმულის დაწერამდე აი ახედათ ფორმულის ნიშანია თუ დააწვევით უდრის წერს და ელოდება აქ ფუნქციები უამრავი ნომერები წელი არ არის მაგარი. ჩვენ წერთ უდრის ნიშანს უდრის, ანუ აი ესეთი უდრისი და მოდი ახლა რა ჩავწეროთ? აბა მითხარით. მე მინდა რომ აი ამას მივმატოთ ეს. რა დავწერო? რასმიავად x + y ეგრე გამოთქვეს. როგორ? აი ამას ამ 125-ს მინდა მივმატოთ, ამისი ჯამი დამიწერო საკ. ეხლა თინა ჩავწერო. ანუ უდრის და გავწერთ, მითხარით. არა. მე კი ამან დავწერო პასუხი, ფორმულა უნდა ჩავწერო. ფორმულა ამას პლუს ეს. x1 არის შეშამა. c და d რომ მივუთითოთ წესები. უდრისი ნიშნავს რომ იწერება ფორმულა. ფორმულა. აქ უნდა ჩაიწეროს ფორმულა და რა უნდა ჩავწერო, ხა გეკითხები. ამას მინდა რომ მივუმატოთ ეს, ანუ რა შეიძლება? a + b. a + b რატო? x + y. არა. მაის და ჯერ იგრე აი მოდი ახლა მას წავშლით ცოტა ხანი და გეტყვით ამას. უყურე. აი მასე დავაჭირე ეს რა არის? 125 მაგრამ ზემოთ რა ქვია? c. მაის. ამას რა ქვია? c5. ამას ქვია c5, ამას ქვია d5. ესე იგი აქ რა უნდა ჩავწერო? c5 პლუს d5. უდრის არის მას. ის აი რაღაც ბოდიში. ქართულად სწორი ხარ. აი იმიტომაც დამიწერე რომ ვაფშე როგორ ახლა ჯანზე. მე გაიგები თუ რა. ეს იგი c5 მე არ შემიძლია პლუს d5. დავწევი და აგე ის პასუხი ბავშვებო რომელიც 375 გამოვიდა. ხო. სხვაჩვენის ახლა აქ რო ნოლე ამას რატო ამარა დააშავა, ამიტომ ამასაც მოვნიშნა და აი აქ ივცეთ რომ 2 ნული დააწერე. თუ იყოს ნორმალური. всё. ეხლა რატო არის ბავშვებო ეს? ხო, კიდე რა აქვს ამას პლუს, იცი? ამას პლუს ისა რომ ფორმულების კოპირება შეუძლია. ანუ უყურე, მე მოვნიშნე. ჩავედი ქვემოთ და ნახე. ყველა ფორმულას შესაფერისი ნახე. c11 + d11. ხედავ? შესაფერისად ყველას ჩავწერე. დაიანგარიშ ავტომატურად და ფორმულები კი არ დაიანგარიშა, საბა. ფორმულები გადააკოპირა და ფორმულა უკვე თვითონ დაიანგარიშა. დაიანგარიშა თავის ავტომატურად. всё. ესენი ხომინე იმას დავამბანო მომიშნა და აი აქ ვაძლევო იყოს 2 ნულია. ოჩი. აი ნახე როგორი მარტივი, შენ თავ ეხლა უყურე. სხვაჩვენის მე რა მომეწონა იციციან თქვენ მითხარით c + c5 + d+. ზოგიერთ რას მომეწე რა ჩავწერო ვიზადი. ჩავწერო 125 + 250. მე პირდაპირ ბიჭო, დავხალე. კი ჩავწერ მაგას მაგრამ ეხლა გითხრათ რა მოხდება. აი მოდი ბავშვებო. აი აქ მაგალითად, მოდი ჩვენ ჩავწეროთ. უდრის, აი ეს ჩავწეროთ. 125, მაგრამ რას მიზავს ის? ეს რითია იცი პლუსებში. ეხლა ეს 125 რო ხვალე წავშალო. და ჩავწერო
470. უყურე? ეგრევე წერს ავტომატურად. Всё. არცა. იქ მაშინ უნდა შეძვერე და ფორმულებშიც უნდა ციფრებიც ვამე. კარგი, გავხდებით რას უზად. აქ არაფერი არ მინდა ფორმულასთვის ეს არის C5 და C5 ადგილას 10 ეწერება 20 თუ 10000 ამას პერებზე კი. ყველაფერს უმატებს და ყველაფერს ახდენს. ეხლა მოდი ძალიან მარტივად რომ გავაკეთოთ, აი ეხლავე თქვენი დახმარება დაჭირდება. მოდი გავაკეთოთ აი ესეთი რაღაცა. გავაკეთოთ ხელფასის უწყისი და ეგეთი რამე გვექნება ჩვენს იმაში რა ქვია. დავიწყოთ აი აქედან. ნინო, პირველი არის ნინო, ალკონტ ეს ჩავწერთ ქართულად. ნინო. შემდეგ ვინ მოდის? ლანა. შემდეგი რა არის? ლანა. ეხლა დავიწყოთ ქვემოდან კიდე. როგორ შეიძლება ლუკა. ლუკა. შემდეგ ნაიბა ნაიბა. ვარ, შემდეგ ისო ისა. ისა. შემდეგ შემდეგ რა კიდე? ობა, შეგეუბნება. ობა კიდე? ნიკუში ნიკა და ისო მიშა. აბას მისახელი ქვია მიშა შემდგესა. კარგი, ეხლა უყურე ბავშვებო. და უცებ დავწერე და ვაიდე და აღმოვაჩენე რომ კი დავწერე, მაგრამ იცი რა? გვერდზე თანამდებობები უნდა დამეწერა. რა შემიძლია ეხლა გავაკეთო? ერთი ვარიანტია რომ ეს მოვნიშნო და აი ესე მოვყიდო ხელი და გადავაკეთო აქ. და ცარიელი ადგილი დარჩა. თუმცა მეორე ვარიანტიც არის, ეგება იგი. თქვენ ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება. აქ მე მინდა თანმიმდევრობა ჩავწერე, ანუ 1, 2, ანუ თანამშრომლები ნუმერაციის დავაკოპირებ და წამოიღებ. არა, ამას გავაკეთე. კი. ამიტომ აქ მინდა, ამიტომ ამაზე დავაწვევი და აი აქ მონიშნულზე ვაჭერხას და მეუბნები insert ჩასმა. ერთი ჩამისვა სვეტი. აბა, ბატონო გავწერ. თანამდებობა. ეხლა უყურე, იმაზე გადავიდა, ამიტომ ჩვენ რა ვთქვით ამას დავაწყავთ. და გადავიდეთ. თავისით გადა. თანამდებობა. ნინო, დირექტორი. აბა, როგორ გენას ეგრე იწერა. დირექტორი. შემოადგილე. ლანა მოადგილე. პირველი. ლუკა, მეორე მოადგილე. ფინანსისტი. მე ნაიბა. ნაიბა. ფინანსისტი მე უნდა ვიყო. მენეჯერი. ისო შემოადგილე. ისა, ინჟინერი. აჰა. უფრო კარგი. ეხლა ყობაც იყოს ინჟინერი. უყურე. დავაჭერე და ნახე თავისი დაწერა. დავაჭერე თავისი დაწერა. მიშა დაცვა. ნუ ეხლა არა. ნუ გაგიხარდა თორემ ხელფასი იწება მაგალითად. აი ეგ. ხელფასი იწება ბავშვო მაგალითად. მაგალითად. ხო, კიდე მოდი. ეხლა უყურე. ეს მაიდა რაღაცეები ამ შემთხვევაში მოდი აღიარა იმას შეიძლება ამ სუჩი ერთია და უბრალოდ და თავის განჩალი მიხარ ეხლა გასვაში წესი სიმაღლე უნდა ხელფასი ამის სასმელი სიმაღლე მიწევდა ნინოს მიცეთ მოდი ხელფასი 3700 აუ მოადგილეს 3700 ვინენა საფლიმას ფინანსის 3200 მენეჯერს 1750 ინჟინერებს მიცეთ ყველას სიტყვაზე 1500 ხო რა აუ დავშოვ და დაცვას მიცეთ მას 500 ვიწყენ შეიძლება შენ რო იცოდე ცოტა აქ მაინც მიცეთ როგორ წესიაგებას მასაცლებს ისე და ცალკე всё აი ეგეთი რაღაც ну ამას ის დაუკვეთო ბავშვებო ეცო დირექტორი შე დირექტორი არ უნდა იყო ეხლა უყურე საპენსიო თუ იცით რამდენია დაგვითვა 4%. 4%-ია წესი ოდი საპენსიო გერა თუმცა საშემოსავლო? სამო მე მგონი კი არის. კი საპენსიოზე მე საშემოსავლო არის 20 საშემოსავლო ხო გავკრათ იცი უყურე
ძალიან დიდი გამოდის. ამიტომ აი ეგ რომ მივალ ბოლოს. მაგრამ საპენსიოც რო ხსნიან 4%, 2% იმატებს თავრობა. ვაწვევით, არა ეს ისე მაიმუნოთ ჩვენ ახლა, ვაწვევით ალს და ვთქვა 20%. საშემოსავლო 20%. შემდეგ მოდი ტყუილი დავწეროთ ეგეც. საპენსიო რამდენია რა თქვა? 4 პლუს 2 გამოდის ჯამში. მოდი რა ქნათ, იცი ჩვენ დავწეროთ ცოტა მოცანაურები, დავწეროთ 3.7%. ვიცი. ესეც შემიძლია ცესი გავაკეთოთ. მეცი გრუპში ეს სკოლაში გადავიდე, ჩვენ სანახალებდა რომ გადაშეკენება. აი ეს ჩამოსვა. ვასე. საპენსიო. ამ პენსიაზე ტყუილი ამას არ მოგწევენ და არ თუ მივედი იქამდე. უშვილობის წინათ იყო ეგეთი, იცით თქვენ? უშვილობა. რა გაგონილი მაქვს? ფულს მიკვითავდნენ სამსახურში. რა იდიოტიზმია რა ვაფიქრდი არა? ან კაც, ან ქალს, ეგება იმ გოგოს უნდა ოჯახის და შვილების და ვერ ხოვდება ვერ იპოვა წესიერი კაცი, უნდა დაიჭერება ფულზა, ხო? უშვილობა დავარქვათ 1 და 4%. ეს კომუნისტების მე გაგონილი ვიდრე მოყვაზე კომუნისტების პერიოდში იყო კომუნისტების სამართლად. ეხლა სულ რედი გაზი გითვა, სულ დაგვითვა ესეც გავწიოთ ესე რომ ამასად იყოს მოიცა. და ბოლოს გასაცემია. ანუ ხელზე რაც უნდა მიიღოს. ეხლა ყოლე ბავშვები, ეს ხო ულამაზო არ დავწეროთ ხო სახე. ხო ულამაზოდ გამოვიდა ბავშვები, ანუ ეს რაღაც დაბლა, ეს რაღაც მაღლა. ამიტომ ამას მონიშნავთ ყველას ნახეთ. და ნახე რასაც შუაში რა პანას ეს და თვითონ ასწორებ. რა თქვა შუაში დაგეთებას. ამა რაღაცა ეს ვერა ფორმულას რო აწერია დაიგო. კარგი, ეხლა უყურეთ. ეს რატომ არ დამეყარა წესი? რა ტექსტი? ასე ვერავის შეშკარა. აი ეს. ამაზაოში. ვიცი. ესენი ბავშვები ბოდიში. აი ესენი შემილია, აი ესე დამცი. უყურე, აი ხლა არის ნორმალი. მოდი, ეხლა ბავშვებო წეგან რაზე აქეთ ყურადღება ეკრანს უყურეთ, რა გეფიცებით ბავშვი. დავიწყოთ ეხლა მოდი ამ ფორმულების ჩაწერა. დავიწყოთ ფორმულების ჩაწერა. პროცენტის გამოთვლა როგორ ხდება, ალბათ მეტყვით. განაირად უნდა დავიწყოთ შეიძლება 3-ს რომ -20% ჩავწეროთ ეს გასაგებია. დავიწყოთ რითი ჯერ, ისა რა ქვია, ლუკა რითი დავიწყოთ? არა. ფორმულას რითი ვიწყებთ? ისევ ცედეთ იმაში უდრის. რითი ვიწყებთ? უდრის იყო? უდრის თარა? უდრის ხო არა, ეხლა გაკურებული სვაგურები გამოვიდა ხო არა მომ. და შემდეგ წერთ უკვე. ეხლა უყურე, ჩვენ ანუ აი ამისი პროცენტი უნდა ვიღოთ 20. ანუ როგორ უნდა ჩაიწეროთ? გამრავლებული იმაში დაყოფილი 20, ხო ეს შეიძლება? გამრავლებული 20 დაყოფილი 100. არა, ჯერ D4. D4 plus S3. არა, ეს სამი რა D4 ისევ. მოდი, უყურეთ არა, გეტყვით ეხლა. S3 fine. რო არ შეგვეშალოს, ბავშვებო, რო არ შეგვეშალოს ჩაწერა, დესი, ამიტომ ნახე რა შეიძლება მივიტანე და დავაწყაბულე და თვითონ ჩაწერა D4. დაინახე? D4, მოდი, არის გეტყვით რო არ იწვალო. D4 უნდა გავამრავლოთ 20%. აი ესე კეთდება, ესე კეთდება. უდრის, აბატონო შენი პროცესი. შემდეგ რას ვაკეთებ? დავამითხარით რომ უცნაური ისე ნინო მითხარი შენ. D4 ისე მოდი და ისევ დავაწყებ. ისევ გამრავლოთ 3.7%. 3 რა თქმა უნდა 7%. ეს უკვე მიიღეთ პროექტს. საუბარი ახლა აქ რა იქნება? მარტივია ძალიან. D4 ისევ ამაზე რა თქმა უნდა. მე გავამრავლოთ. D4 გავამრავლოთ.
ერთი მთელი და ანუ წინ მხოლოდ მამატებ უჯრედს და მე უკვე ვამატებ პროცენტულობას. ისე ვამრავი პროცენტი. ორი წუთი გავაცხადე. დიდი მეტი დაგელოდებით მაშინ იმიტომ რომ ისე არ მინდა რომ იმას შედარებით 51% რა ამბავ. მამათი დედავატერია აი და ორი პაუზა. არა ეს ვიმაიმონებ შენ მაშინ აქ ის იქნებოდა რა ქვია ანუ თავი უნდა იყოს ხოთა ის. არა ნული ჩაიწერება აქ ხო, შესაბამისად ანუ არ ეტყოდება როცა შვილი არის. შეიწერება ნული მას ისე აგრე ხო ისიც იყო, რამდენი შვილი ყავდა, იმდენი მეტი ხეთასი იყო, რაღაც ვამატებდა. ვინებსაც ხვდებოდნენ მე რომ მუშაობდი. ინებს აზრებდნენ აზრებდნენ პროცესი წაჩი ბავშვები უკიდები იყვნენ და მე აღარ აკეთებ ხო, მაგრამ ხვდებოდნენ. გოგდეს მინდა. თუ სტამს გადაიწილი აზრებს მას აიბა მოდი შენ ძალიან აქტიურობ და მითხარი ახლა აი აქ არ ფორმულა ჩავწერო უდრის და სულ დავფიქრაში რა უნდა ჩავწერო მითხარი E4 კი ბატონო დავამატოთ F4 კი და ბატონო მერე G4. ოჩაშვილი სწორედ ანუ ხვდებით ბავშვებო ელემენტარულად ვაკეთებ როგორ და რა ხარ გითხარით ამას დავარტყათ პლუს დავწეროთ ამას დავარტყათ პლუს დავწეროთ აუ, არასწორი. G5 დააფიქსირებ. არასწორი. ანუ თავიდან ბოდიში სწორედ ხარ ბავშვებო სწორედ მე დავწერე არასწორად დავაჭერე აი ეს უნდა დამეჭირა ამას პლუს ამის მერე უთხრა ენტერს და აღე შენი ჯა გასაცემში რა იქნება აბა მითხარით D4 და H4. D4-ს H4 ხო? D4-ს არა. D4-ს 928 ვარ მას. H4 D4-ს მინუს ხაშო რამდენი უძრა მე აში რა. ხაში ინგლისურად ამიტომ დავაწყობთ ამას დავაწყობთ ეს ხაშო ხო მაგითქება. 2007-დან დირექტორი. რაღაცა შევეშალა შენ აბა რა შევეშალა მაინდა. აბა რა შევეშალა მითხარით ბოდიში არაფერი არ შევშია არა სწორია. ეს შენი მინო გაბოთეს გენაცვალეთ ეს 24 აღარ არის. ზიფის პურია არის პური. 30 გრაიცი უძებრალებ მაიძე. ეგრესია არ მინდა რა იტყვი და აქედან ცუდი რაღაც ამსა არ მინდა თქვენთვის დაიტოვოთ ხო არა მას უთეთრება მომცე. ლიფტი მეკდება. ეხლა შემდეგ რას ვაკეთებ ბავშვებო და ისე დავაკოპიროთ თვითონ აკეთებს და ნაჩვენები ბავშვებო ამას უყურე საკმარისია ჩვენ გამოვიტვალოთ მინუს ვარიანტში რა არის ეს ეს მოვნიშნოთ ესე თლიანად მოგიდე კოპირებას ხელი ჩავიტანე და ავტომატურად გადაანგარიშა. ამას ბუღალტერი დამგებოდა იმ შოკითა და იმით მოყდებოდა ჭხაკი მიშოს მე 700 ვაძლევდი და ეს ვერაფერი არ გადარჩა. მიშოს დარჩეოდა მარტო გზის პულო მოვიდეს და წავიდეს ხაჭა პურის. всё აი მეტი რაღაც ბავშვები ანუ ხო ნახეთ არაფერი აქ იმისთან არა ეხლა თუ ჩავთვალე რომ ეს უჯრა ზედმეტია მოვნიშნა ეს ზედმეტი არის რამაც კაპონებდა ნახე ჩავწიე იქნება აი ეს ეხლა ყოლე კონტროლ პეს თუ დავაჭერე ეს არის ნახო ბეჭდვა აი ანუ ხედავთ რომ უჯრები არჩევს აი ესეთი სახე იქნება ამას იცოდე და რასთავია ჩანს კიდე როგორ ეტევა ფუნქციაზე აი ამას რო გადავა ნახე ხედავთ ზოლი ზოლს ხედავთ ეს არის ბავშვები ეს გადადის ვერცი უნდა მოვინიშნოთ. ამიტომ შევიდეთ რა შეგვიძლია იცი ჩვენ დავაპატარავო არ გამოდის ისედაც პატარა ამიტომ შეგვიძლია შევიდე page layout-ში შევიდე ორიენტაციაში და მივხვდო landscape ამ შემთხვევაში უკვე აი ნახე სად არის ჩატია და control paste თუ დავაწვევი უკვე ჩანს რომ ეს შენი ჩატა ეხლა მოდით რა მინდა იცი მოდი ბავშვებო ეს პრინციპი თქვენ გაიგეთ ძალიან მარტივად სხვა შორის ნახეთ ეხლა რა არის ერთი ძალიან კი არა მიკითხეთ სულ დაფიქროში აკრათ ჩავწერე აქ უყურეთ ბავშვებო ეკრანზე ნაიბა აქეთ აქ დავწერე პლუს გასაგებია ძალიან მარტივია ბავშვებო იმიტომ რომ მაგრამ წარმოიდგინე
200 კაცია ჩამოწერილი და 200 კაცის ის მაგ დასაჯარებელი. რა გამოდის? უნდა ჩაწერო D4 და მე დოლი დავყრას იქ და სამთის შენა ჩაკვიდე D200 რაღაცაზე, ხო? გასკდები იმით ჩაკუნ. ამიტომ არის ესეთი ვარიანტი. ამას ქვია ფუნქცია. თქვათ მენა დავაჯამო სუნთლიანად ხელფასზე რამდენი. აი ეს რამდენი გამოდის? ამიტომ წერ უდრის უდრის D4 5 6 ხო? უდრის და არა უყურე წერ სუმი რაღაც რუსებს ვარ. როგორ თქვა რუსული სიტყვა რა? იქიდან არის. ანუ ისა თანხა. სუმ. ლასო. ჩილს გახსნი? სუმ. ჩილს გახსნი? სხვა შორის უყურეთ ბავშვო მე რო სუმ დავწერე გამოიშალა რაღაც ფორმულები. ეგეთი მიხვდები უკვე რომ შენ სწორად აკეთებ. გაიგე? რახანის სწორად. ეხლა უყურე რა საუბნები? შენ ეუბნები ეგეთ რაღაცას. პირველი ციფრი მინუსი ხელფასი რომელი რიცხვია? D4. აქ სხვა ორ წერტილს და ბოლო რომელია? ნიშასი D11. აქ შეგიძლიათ აღარც დახუროთ, უჯრა ეგრევე ენტერს დაარტყათ. აგე შენი ჯამი გამოაცხორ ეგეთ ჯამი მშვენივრად. ეხლა კიდე ერთ საინტერესო რამ. გარდა ამისა კიდე ერთი კაი ვარიანტი ბავშვებო. როგორ შეიძლება უყურე უდრის სუმ დავწერეთ ისევ სიტყვაზე გავხსენი ჩხილი და ნახე აქ დავაწექი და ჩამოვყევი ესე ხელი საუბრები. თვითონ ჩაწერა ენტერი და გააკეთე. და მესამე ვარიანტი ყველაზე ადვილი მომნიშნე ჩამოვედი საბოლოო გასაცემი და აი აქ ბომბში არის აი ესეთი ნიშანი. ხედავ? ამას დავაწექი და აი ეს არის იგივე. საბოლოო გასაცემი ფორმულა აგეცემი. ესე შეგვიძლია ბავშვებო ჩვენ სხვათა შორის ეს ამაზად და ჯამო. გადავიდა. ნახე. ეს როგორ გავიდა? გადააკოპირა. დავაკოპირე, გენაცვალე ფორმულა, ეს ფორმულა ეს მოვიყვანე და სხვათა შორის ნახეთ ბავშვებო, აი ეს თუ მომნიშნავ და ამას კი არ დავაკოპირებ, გადავათრე. ნახე. ფორმულა შეიცვალა, არ შეიცვალა, უბრალოდ შეიცვალა ჯამის ნიშანი. აქვს ადგილი. თორე იგივეა, რაც ეგ არის, იგივე წერია. ამას რა აქვს ეხლა ბავშვებო გითხრა პლუსი. ამას თუ ერთხელ საკაიფოდ გააკეთეთ. ვთქვათ, შევეცოდა ნიშა და 750-ის მაგერად გავხადე 850, ანუ 101 მომენტ. უყურე მარტო აქ შევცვლი. დავარტყა ყველგან თავისი შეიცვალა ყველგან. ანუ ფაქტიურად შენ თავარია ჩონჩხი გააკეთო, ესეთი გავაკეთე მე იქ ძველ სამსახურში რომ ვითხარით ვიღაცა მოიტანა მეთქი და თელის ორი სამსახური იყო მემაკეთებინა ხოლმე იქ ხელფასო ომები და რაღაცა იჟდე საწყალი ბუღალტერი კვდება და მე კიდე ამით კაცაა მოკეთების საკითხი. ანუ ჩვენ დღეს რა ვისწავლეთ? ფორმულის ჩაწერა და ფუნქცია. ფუნქცია რა იყო? სუმ რო შემოვიდა. ეს არის ფუნქცია, სუმ. შემოვიდა ესეთი რაღაც. ეხლა უყურეთ კიდე. მოდი ეხლა კიდე ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა განახოთ ბავშვებო. ეს არის თქვათ ლარში და მე მინდა რომ ჩავწერო დოლარში. ანუ ვიზა დავწეროთ ერთი რაღაცა. ხელფასი ალტ ენტერი ჩამოვიდეთ და დოლარის ნიშანი მივცეთ რა, ანუ დოლარში მინდა რომ ხელფასი იყოს ესეც უძახო. და ესეც ესე დავაცენტროთ. ხელფასი დოლარში. ეხლა უყურე, მოდი თქვათ აქ დავწეროთ დოლარის კურსი. ან აქ დავწეროთ, კაცო, აი ქვენ მაგას რა მნიშვნელობა? რამდენი? დოლარის კურსი? არა. და მითხარით ბავშვებო, აბა დოლარის კურსი რამდენია? 3-დან 0.85. 3-დან 0.85. 0.85. კი ბატონო. ხო, ბოდიში კიდე ერთი რამე დამოიზდა ბავშვებო, ხედავ? ციფრი რო დავწერე. ციფრები ხდება გვერდზე, ატყო, უყურე? აი, დავწერე 152, ენტერი გადახდა. თქვა დავწერე 14.5 და გადახდა. მაგრამ ეხლა უყურე რა დავწერე? 12.8 ბოდიში, ამითი არა, 12.8 და ადგილზე დარჩა. ეს რას ნიშნავს, იცი? მე სხვა მძიმეს დავაჭერე ხელი, რომელიც კლავიატურაზე. მაგას უკვე დიქტატორის მძიმეა. არა, წერტილის გვერდზეა. ანუ რას ნიშნავს, იცი? თქვენ არ შეგეშალოთ, ანუ აი კლავიატურას ამას დავაწყე, მძიმე რო არის.
აი ეს. ამიტომ უნდა დააწო ხოლმე ამ დროს აქეთ. ბავშვებო, ზოგი აქ იბნება. გონია ეს ციფრი, მაგრამ აი ეს ციფრები მაგალითად. უყურე? აი ამ ციფრების დაჯამება თუ მინდა, ნახე? აი თქვათ მინდა აქ დაწერა ჯამის. უდრის წერ აი ამას პლუს აი ეს. დამიჯამა. მაგრამ ეხლა უყურე, აქ მინდა დავწერო, აი აქ მინდა დავწერო უდრის ამას პლუს აი ეს. აი ესეთი ვალუე ნიშნავს, რომ ჯანებზე რაღაც პრობლემები გვაქვს ჯანმრთელობის. და შენ უნდა მიხვდე. მიხვდები ბოდიში ენასოლიეთ მოკაცრავად დისკუსი, წაშლი ამას. ჩაწერე წესიან ძიმეს, ენტერი და ისიც გადახდა, ციფრიც გასწორდა. ანუ იცოდე, თუ ციფრს წერ ბავშვებო და ციფრი არ იტოვრი, ესე იგი იქ არის შეცდომა. კაი, ეს სამშაბათ აღარ. ეხლა ერთი ძალიან საინტერესო რაღაც უნდა შემოვიდეს. აბსოლუტური სიდიდე ქვია. უდრის. ანუ ეს ვიცით რაც არის. ეხლა უყურე. აქ რა ფორმულა უნდა ჩავწერო ბავშვებო, რომ აი ლაპარაკი გასაცემ თანხაზე. ანუ აი ეს თანხა რომ დოლარებში ჩამიწეროს. ანუ რა ფაშის 15 როგორ მითხარი გენაცვალე? აი აქ უნდა ჩაიწეროს დოლარში რამდენი იქნება? გასაცემის წერია 4 უნდა დავაწეროთ. ანუ I4 კი მოდი აი დავაწყაბოთ. I4 მერე დავამატოთ არა, გაყოფილი 3 და დოლარის კურსზე. გაყოფილი დოლარზე. გაყოფილი აი ამას ჩავწერთ ესე და ახლა აი ეს დოლარის ნიშანი. ენტერი და აი ეს არის. ხო, ნუ რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა მიყოს ორ ციფრში, ამიტომ დავაპატარო. აი ეს. აი ეს არის. ეხლა რა შვებით? ამას რას უზავთ? ნიჭեր და ქვევით. კომპიუტერი. გავაკეთოთ მოდი. აი წერტილი. რა გამოვიდა ბავშვებო, აბა მითხარით? მას ის რომ გააკეთე ციფრი, მაგის ბრალი ხო არა. არა წერტილია ეს. არა შვი, წერტილია. წერტილი არ შეშე. ფორმულა ხო სწორი გამოვიდა პირველი, მართლა ზემოთ რაც არის. მაგრამ შეიძლება კაია რომ მითხარით გაყოფა, იმიტომ რომ ზოგი მეუნა გამრავლებას და ზოგი თქვენ პირში. ჩვენ მე თქვა სპონსორს რომ ყველაფერს და $1 იყოს ქართულად 30 თეთრი მაგალითად ძალიან კარგია. ყველაფერს დაგემატა, ხოლმე. არა, ეხლა გითხრათ ბავშვი გოხურე. აი მოდი, ავიღოთ მაგალითად აი აქ. აქ რა წერია? E4 და რაღაცა ჩამოვედი, ქვემოთ აქ რა წერია? E5 და რაღაც, ხო? ამან რა ქნა იცი? აქ რო წერია აი 4 გაყოფილი აი 15-ზე, ქვემოთ ამან ჩაწერა 5-16-ზე და ასე შემდეგ. ანუ ამან მაგრამ აქ რა ხდება? ესენი არ არის ბავშვებო სწორი, რატო იცი? აქ ჩვენ ციფრებს არ ავწვევთ, აქ ეს უცვლელია. აქ ზემოთ რო ვაკეთებდი ფორმულას, აქ D5 უნდა H5 გამოვლებოდა. აქ D6 H6 უნდა გამოვლებოდა და აქ აი ამ რიცხვებს 4, 5 და 6 ყველა უნდა მხოლოდ ამაზე გაიგოს, მეძე არ. აი ეს ამიტომ ამ ფორმულაში ასეთი რამე ხდება, უყურეთ, აი ფორმულა ზემოთ არის. H-ის წერთ დოლარის ნიშანს და 15-ის წინაც წერთ დოლარის ნიშანს. ეს რას ნიშნავს, იცი? ეხლა ვიგეთოთ, მოდი ჯერ ეს გადავაკოპიროთ. ანუ მივიღოთ ქრისტიანულად ეს რა ქვია, პატიოსანი რიცხვები რაც მიიღება. ეს შემოშალ გამოთრება დავაკეთე. ანუ მივხვდით ბავშვებო რა მოხდა. ამას ქვია აბსოლუტური სიდიდე. აქ მაგალითად აი 4 გაიყო H15-ზე და შემდეგ ყველაფერი იყოფა მარტო H15-ზე. ციფრები იცვლება გვერდით, მაგრამ H15 არ იცვლება. აი ეგ არის აბსოლუტური სიდიდე. მაგრამ უყურე, ხო რთულია ბავშვებო ამის დაწერა. თუმცა რაც ნიშნავს, ეხლა მოდი გავიხსენო ეს. H-ები არ ჩაწერო, ამიტომ ვაკეთებთ ესე. აი ეს ეს გამრავლებული დახრილ ხაზზე და გაყოფილი ამაზე და აქ ვაწვევოდი F4-ს. კლავიში F4 თავისით უშავს აი ფუნქციებს. ოკეი.
ეხლა რაღაც სიჩუმეა, მე მგონი ვერ გაიგეთ. ხო, არა, რა თქმა უნდა, შვილი, აბა, ამას გამოსწორება უნდა შეგვიძლია. ეგრე, ჩვენ ახლა რაც გავაკეთეთ, ხალხი კურსებს ამ ჩვენ ახლა ფაქტობრივად მოსით ექსელია. ჩათვალე. ანუ იმ დონეზე რომ გამოსვლა ჩააბა. ციფრი ეს არის უცვლელი და ჩვენ თვითონ წერთ, ეს ჩვენ დავწერეთ. დანარჩენი თავარია ჩავსვათ ფორმულებია. პროცენტი, სულ დაფრთხვალი. ამათი ჯამი, რაც დაიქვიტა, გასაცემია ძირითად ხელფას გამოკლებული დაფრთხვების ჯამი და ბოლოს დოლარზე რო იმას გვექნა, ამას კიდე გითხარით რა პლუსი აქვს. 3 და 85 ხვალე რო შეიცვალოს კურსი და გახდეს 2 და 10, ჩაწერ მარტო ეგ და დანარჩენი, ხო იცი? ფორმულა, დგაბ, ზავათავს. იმიტომ რომ ზოგი რას ხვდება, იცი, რაღაცას მიხვდება და გავიგე მას, გავიგე და რას აკეთებს, იცი? 3700 რო აქ რას წერს, იცი? D4-ს კი არა წერს, 3700 გამრავლებული 4%-ს. და აი ასე წერს ყველაფერში 3700 და საბოლოო ჯამში რა გამოდის, იცი? რომ შენ მერე ხელფას რო გაუხდი ნინოს და 4000 გაუხდი, ყველა ფორმულაში შედიხარ და 4000 თავი დაწერ. და თუ ეს ყველაფერი კიდე ესე გაგდანარჩენი წარმოიდგინე, იგივე ციხარ და მუშაობ, როცა ეს დალოცველი ლაცდა თავისით გააკეთებს საკაიფო დაფას. ერთი საქმის 5 საათში იმაში. უცებ რა მშვენივრად გააკეთებს, ძალიან კარგი. ანუ ყველაფერი ჩვენ აი ესე გავაკეთეთ. წარმოგიდგენთ რამხელა ბედნიერება. ერთი აწყობილი რო გაქვს ესეთი, რამაზა. და მერე შენ, როცა გჭირდება რაღაცა ცვლილება, ვიღაცას ხელფასი გაეზარდა. ან როგორ მოხდა, იცი? ვიღაცა არ გამოვიდა ერთი თვე, ან რაღაცა. იქ ჩაწერენ ნოლს და პროსტა იმას თოლებია ხელფასში და შესაბამისად ან თქვა ნაკლები ხელფასი დაეწერა. იქიდან გამომდინარე, ჩასვა იმას რაც არის და იქიდან გამომდინარე თავის იმას ეს გააკეთებს ყველაფერს. ძალიან კარგი. ეხლა, კაი, გავაკეთეთ და გვინდა ეხლა ჩვენ როგორი ვარიანტი, იცი? თქვა გვინდა რომ ამას ხვილის ფორმა კონდეს, იმიტომ რომ გითხარით ეხლა, აი, კონტროლ P-ს რო დააწვევი, აი ესეთი ფორმით გამოვა, რაც შეიძლება ბევრს აჭირდება. მოვნიშნავ ბავშვებო აი მას ყველაფერს, მოვნიშნავ, იქით აკლავის დავაწვევი და არის ფორმატ ხელს, ანუ ცხრილის ფორმატი. აქ გამოდის არის რაღაც ჩამონათვალები მთელი, ესე მაგალითად შეიძლება ტექსტი ადრეა რომ განახეთ, მაგას ფონტი ნუ შრიფტები და ჩვენ არ გჭირდება. ბორდები, საზღვრები, აი ეს გვინდა ჩვენ, თქვა დავიღოთ. აი ესეთი რამე რო ვთქვი, აი ამას თუ დააწვევი, გარშემო იქნება მარტო ცხრილი. ეს შეგვიძლია ავიღოთ და ცოტა აი სქელი ჯერ გავაკეთოთ. აი რა გოდიში, ეს კი არ უნდა. აი ხლა როგორც აწვევი, მის მიხედვით დაგიკეთებს ყველა. აი ეს გავაკეთოთ, აი მოდის სქელი. აი ეს. მაგრამ შიდა უჯრეები გავაკეთოთ წვრილი ხაზი, ეს. ოკეი? ალბათ. კონტროლ P შევხედოთ, გენაცვლები უკვე ცხრილია კაცობრიო. დანარჩენი ახლა როგორც იქნება, ხო? ვთქვათ, აი ეს მომნიშნეთ ზემოთ ადგილი, ფერი ჩავასხოთ. მე რასე შეიძლება რაღაც გავაკეთე, რა? ჩანდაბა. კარგად ჩაძამდი. ხო, არა, ახლა ამ შემთხვევაში ჩვენთვის არაფერი ის არ იყო. ხო, აი ესეთი რაღაც. ნუ, აი ეგ რა არის, თქვა თუ ჯერაში არეტევა, ან მინდა ცოტა დაპატარავება ეს ნახე, აი მაგალითად იმაშობა, ხო? აი აქ მაგალითად იგივე ფორმატ ხელს შევიდოდი, ბოდიში, ეხლა კონტაქტ ჩამოშალა მას სწორედ გააკეთე, იმიტომ რომ ესე არ უნდა მიგეთები. აი ეს ფორმატ ხელს და აი ალიგმენტ რო გითხარით, აი ესე მოგიგებთ ხელს და აი ესე შეგიძლიათ აი ესე აატრიალოთ ზემოთ. ოკეი? და ეს ხედა როგორ დააყენა. ეს შეგვიძლია ჩამოვწიო ესე, ეს დავაწყაპუნო და ეს უკვე ცოტა დავიწყო. ის უკეთესი არ არის მასა. არა, რა არის? ეს როგორც გინდა, შვილი, შენზეა დამოკიდებული. ხედავ, ეს უკვე დავიწყო. ანუ თქვა თუ მინდა ჩავდივარ ფურცელზე, აი ესე მოვიქცე. კარგი, ისე დავაბონო მოვიქცე. და კიდე ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა, რაც მინდა გითხრათ. ხო, ეს ჯამი შეგვიძლია მაგალითად ჩვეულებრივ გავამუქოთ. ვთქვათ, გავაზიდრო თურთულით, რომ ესე ვჭირდება. ანუ შენ გემოსდეს, როგორც გინდა გააკეთე.
თუმცა აქ არის კიდე მთელი რიგი შეიძლება მთელი შეგი ბოდიში ეს უჯრა მონიშნო აი ამ მთლიანად იმისთან აი გააკეთო რა ქვია აი კიდე რაღაცა გარკვეული სქემა მიცე ისეთი რაღაცები შეცვალა ну ამ წუთში და დამჭირდა ეხლა ნახეთ და საინტერესო კიდე ერთი ფუნქცია დიაგრამა ხო იცით რაც არის დიაგრამა თქვათ მინდა ჩვენ ესეთი რაღაცა რომ აი როგორი ხელფასი ქონდა დიაგრამის მიხედვით გავიგოთ ჩვენ სამსახურს მომნიშნა აი ამას შემდეგ სხვა რამეც უნდა მომნიშნო ეს მომნიშნა რა გაქრეს რა უნდა გავაკეთო გაიხსენე კლავიშა კონტროლს ვაწვევი კლავიშა კონტროლს როცა ერთი უკვე მომნიშნულია და ნიშნა ხელფასი ნიშნა გასაცემი რამდენია და ნიშნა დოლარში რამდენია აი ეს ამის მერე ვაძლევ ბავშვებო insert ანუ ჩასმა და აბატონო აქ არის ნაირი როგორიც გინდა გამოვიდეს ეს შენი ხო შემიძლია სხვანაირი მიცე აი ესეთი ასე მოთხოვნე არჩევნების დროს გამოვარდა მომეთ მაგათი შეგვიძლია მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მოდი ისეთი რაღაც ნორმალური ესეთი მაგ ალბათ ჩარტა აი რომ აქ შეგვიძლია აპრიფო და დავაწერო თქვა ხელფასის უწყისი აბატო ნახეთ რა საკაიფოა აი ნინო ყველა დავისიმი და აი ეს ის არის ნუ აქაც შეგიძლია შეღებინო ვერაფერ პროგრამით ივანის გული აი ესეთი რაღაც შეგიძლია ჩამოვიტანო და სადმე აფანო გააკეთო მაგისკოვი ხო ჩადებ სადმე რა თქმა უნდა ეს პროცესორა დაიგებს კონტროლები შევხედოთ აი ნახე ეს ნიშნავს რომ არ ედერა ეს ნიშნავს დიაგრამების გაკეთება ვორდში შეიძლება კი ყველაფერი შეიძლება ვენას არა სკოლაში ვაკეთებდი ვორდში ხო არა ეს რა არის ეხლა აი უყურეთ როცა ბავშვებო რაღაცას უხსნი ვიღაცას ხო აი ეს ხშირად იცი რა კარგად აჩვენებს ამით ძალიან კარგად ხედავ რომ რანაირად არის შეპარდება შეთავსება ერთმანეთთან აი ესეთი რაღაც ანუ ესეთი ძალიან საკაიფო რაღაცა გამოდის კარგი ეხლა მოდი მე მინდა ჩვენ გავაკეთოთ პატარა სავარჯიშო ვარიანტი ამას არ დავიხსენებ საერთოდ არ ჭირდება და საერთოდ გამოვთვალ ამას პროექტორი ვაფშე არ მინდა ჩართოთ კომპიუტერები გამოვიძახეთ ექსელი და ეხლა ერთი ძალიან რთული მაგრამ აქ ერთადაც და ერთად დავაკეთებ შეიძლება